შოუ შედგა, მოსახდენი მოხდა, ემოციები დაცხრა და მოვიდა დრო გავაკეთოთ 25 თებერვლის ბრძოლების მიმოხილვა. მოგესალმებით, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ. კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდში მე შემოგთავაზებთ მოკლე მიმოხილვას მართლაც საოცარი შოუსი, რომელიც შედგა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სადაც მსოფლიოს არაიტინგო ბრძოლებში მონაწილეობა მიიღეს გამორჩეულმა ქართველმა მოკრევეებმა. მოკლედ გეტყვით, რომ ეს ღონისძიება იყო წლის გახსნითი ღონისძიება 2026 წელი დაიწყო სწორედ ამ ღონისძიებით, რომელიც დააორგანიზა საქართველოს პროფესიონალური კრების კავშირმა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენმა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში პროფესიონალური კრივი მართლაც ყოველდღიურად ვითარდება, მართლაც გულშემატკივრს უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწევს და ასე იყო ამჯერადაც. მართლაც გადაძეძგილი ტრიბუნების წინაშე ვიხილეთ არაჩვეულებრივ შოუ, ნამდვილად გამორჩეული ორთაბრძოლები, ფაქტიურად ყველა ბრძოლა იყო გამორჩეული თავისი ხასიათით, დაუნდობლობით, სანახაობით, რაც აი ასე უყვარს ქართული კრივის კომაკს და ნამდვილად ვინც დაესწრო აი ამ ღონისძიებას, მართლაც უკმაყოფილო არავინ დარჩენილი. ახლა კი მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით, დავიწყოთ მთავარი ბრძოლებით, სადაც მართლაც გამორჩეული და პერსპექტიული ქართველი მოკრევეები მონაწილეობდნენ უცხოელი მეტოქეების წინააღმდეგ მსოფლიოს არაიტინგო ბრძოლებში. დღის მთავარი ბრძოლა გიორგი გიგნიაშვილის შესრულებით შედგა, მისი მეტოქე იყო ირანელი სეიედ სამან ფარნიანი 66 კილოგრამ ტონის კატეგორიაში. გიორგი გიგნიაშვილი ერთ-ერთი მართლაც ყველაზე უფრო პერსპექტიული და ძალიან გამორჩეული მოკრევია, რომელსაც ყველა იცნობს ქართულ კრივში. გიორგი გიგნიაშვილმა გასულ წელს დააგემოვნა პროფესიონალური კრივის რინგი უცხოელი მეტოქეების წინააღმდეგ, 2 გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდა და აი ახლა უკვე მესამეც მიამატა პროფესიონალური კრივის რინგზე საკუთარ აქტივს და დაუმარცხებლად განაგრძობს სვლას მსოფლიო რეიტინგში. გიორგი გიგნიაშვილი ის მოკრევია, რომელსაც გამოარჩევს არა მხოლოდ თავისი შრომის მოყვარეობა, ძალიან სპორტული ხასიათი და სპორტული მიდგომა საკითხისადმი ძალიან ასოცირებლობით იდგება ზოგადად გიორგი ვარჯიშსაც, მზადებასაც და მის იმიჯსაც, სხვათა შორის, რაც აი ასე ძალზედ მნიშვნელოვანია პროფესიონალურ კრივში. მართლაც გიორგი გიგნიაშვილი აი ამ შოუზეც ძალიან კარგად წარდგა მომზადებული როგორც სპორტულად, ფიზიკურად, მენტალურად, ასევე უნდა ვთქვა, რომ აი სწორედ იმიჯის თვალსაზრისით და ამაზე ბევრი ფიქრი და მზადება არ სჭირდება გიორგის, რადგან თავად არის ისეთი პიროვნება, რომელიც ამ ყველაფერს გულით ატარებს. ის როგორც მოგეხსენებათ არის ამჯერად ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან, იკოთიდან და აი თავის ყველა ქმედებაში, თავის ყველა მოქმედებაში გიორგი ხაზს უსვამს თავის წარმომავლობას, თავის მშობლიურ კუთხეს, თავის მშობლიურ მხარეს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი იყო მხარდაჭერა სწორედ მის მიმართ თავისი მშობლიური კუთხის მხარისაც. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი იყო მის მხარდასაჭერად მოსული, იყო დიდი ოვაციები, იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა გულშემატკივრის მხრიდან და ამ ყველაფერს გიორგი გიგნიაშვილი იმსახურებს პიროვნულადაც, სპორტულადაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის ისეთი პიროვნებაა, მართლაც ხაზს უსვამს ყოველთვის ამ თავის ფესვებს, თავის ძირს, თავის წარმომავლობას, თავის განწყობას, თავის ხასიათს და არ შეიძლება სხვანაირი ხასიათის ყოფილიყო ეს მოკრივე, რაც აი ასე მართლაც ძალიან დადებითად მოქმედებს ხალხზე, გულშემატკივარზე და მინდა უთხრა ყველას, რომ დარწმუნებული ვარ, გიგნიაშვილი ყოველთვის გაამართლებს მათ იმედებს, ისე როგორც ამჯერად ნამდვილად არ გაუჩვევია არავისთვის იმედი. მინდა გითხრათ უშუალოდ ბრძოლის შესახებ. გიორგი გიგნიაშვილმა, როგორც გითხარით, ძალიან მომზადებული და კონცენტრირებული გამოვიდა ამ ბრძოლაზე. მისი მეტოქე სეიედ სამან ფარნიანი ძალიან ძლიერი მოკრევე იყო, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული, თუმცა გიორგის ერთი წამით არ დაუტოვებია ეჭვი, ერთი წამით არ შეუწყვეტია დომინაცია და ვადაზე ადრე შეძლო თავისი მეტოქის დამარცხება, რითაც ძალიან გაახარა ქართული კრივის კომაგი და უშუალოდ თავისი პირადი გულშემატკივრებით, რომლებიც დარწმუნებული ვარ მომავალ შოუებზე კიდევ უფრო მეტ მიმოვლენ, კიდევ უფრო მაგრად უგულშემატკივრებენ ამ მოკრევეს, ასევე მინდა ხო და უთხრა იმ გულშემატკივარსაც, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს ნიუანსებს ქართული პროფესიონალური კრივის, რომ დააკვირდით ამ მოკრევეს. გიორგი გიგნიაშვილი ძალიან კარგად პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, ხვალდაზეგ შორს გაიტანს საქართველოს სახელს.
კრივის საღამოს თანამთავარი ბრძოლა შედგა ქართველი კრივის კომაგების და ზოგადად გულშემატკივრის ფავორიტის მონაწილეობით. და ეს არის არც მეტი, არც ნაკლები 2025 წლის საუკეთესო ქართველი ქალი პროფესიონალი მოკრივე თეონა ფიროსმანაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდია ნამდვილ ფურორს ახდენს საზოგადოებაში, ძალიან პოპულარულია თეონა გულშემატკივარში და ამ ყველაფერს ის იმსახურებს როგორც თავისი პიროვნულობით, ასევე თავისი სპორტული მიღწევებით. მოგეხსენებათ, თეონა ფიროსმანაშვილი დიდი ხანია პროფესიონალური კრივის რინგზე დგას, თუმცა ამავდროულად საკმაოდ წარმატებულია სამოყვარულო კრივშიც, აქვს ძალიან კარგი მიღწევები, არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი, არის პირველი ქართველი ქალი მოკრივე, რომელმაც შეძლო და მიიღო მონაწილეობა უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა შორის კრივში, რაც არის მართლაც ისტორიული მიღწევა, იყო საქართველოს ნაკრების მედროშეც, რაც ასევე ძალიან დასაფასებელია. გარდა ამისა, ყველა იცნობს თეონა ფიროსმანაშვილს როგორც ძალიან მონდომებულ სპორტსმენს, როგორც ძალიან საზოგადოებასთან კარგად მოურთიერთე სპორტსმენს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და მე ძალიან მიხარია, რომ თეონას გულშემატკივრებით გადაჭედილი იყო მართლაც მთელი დარბაზი, მის საქომაგოდ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ის აინტერესებს ძალიან ბევრ გულშემატკივარს და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ თეონა ფიროსმანაშვილს შეუძლია კრივით დააინტერესოს და კრივში ჩართოს ის ადამიანებიც, რომლებიც აქამდე საერთოდ არ ინტერესდებოდნენ ძალისმიერი სპორტით, თუმცა სწორედ თეონას გავლენა, ეს მისი ქარიზმა, ეს მისი ძალიან კარგად გავლენის უნარი საზოგადოებაზე ძალიან კარგად მუშაობს და მე ვნახე არაერთი ადამიანი, რომელიც მეუბნეოდა პირდაპირ, რომ სწორედ თეონას სანახავად მოვიდა ამ შოუზე, იმიტომ რომ მან შეძლო და დააინტერესა გულშემატკივარი კრივით, პროფესიონალური კრივით და მე ძალიან მიხარია, რომ აი ეს ტენდენცია მზარდია, იზრდება და დარწმუნებული ვარ, რომ თეონა კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებს და გაუწევს პოპულარიზაციას ქართულ კრივს. რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, მინდა ვთქვა, რომ თეონას წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ელოდა ურთულესი ბრძოლა, გამომდინარე იქიდან, რომ თეონა ფიროსმანაშვილის მეტოქე 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყო ერთ-ერთი უძლიერესი მოკრივე აზერბაიჯანელი ლალა მადათოვა. ლალა მადათოვა მართლაც ძალიან გამოცდილი, ძალიან პერსპექტიული და ძალიან ძლიერი მოკრივეა, არის აზერბაიჯანის ხუთგზის ჩემპიონი, არის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების მონაწილე და გამარჯვებული, ნაბრძოლი აქვს ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, აქვს უდიდესი გამოცდილება მიღებული. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ერთი აქტიურად არის სპორტში ჩართული, თითქმის ყოველდღიურად ბრძოლები აქვს გამართული, შესაბამისად იყო შესანიშნავ ფორმაში, არის შესანიშნავი მოკრივე და წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ეს ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი, თუმცა ერთი წამით გულშემატკივარს დაარწმუნა, ეჭვი არ შეგვარია თეონას გამარჯვებაში. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, ბრძოლის მიმდინარეობას, უნდა ითქვას, რომ როგორც მოსალოდნელი იყო სანახაობრივი ბრძოლა, ჩვენ შეიძლება ვერ ვიხილეთ ამ დაპირისპირებაში, გამომდინარე იქიდან, რომ თეონას ჰქონდა შედგენილი თავისი ტაქტიკა, თავის მსმენელთან ერთად ისე, რომ თავის მეტოქისთვის არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა მისი უპირატესობები, პირიქით მაქსიმალურად ჩაეშალა მისთვის გეგმები და თავისი დომინაცია გაეძლიერებინა. ასეც მოხდა თეონა ფიროსმანაშვილმა, შეიძლება არც თუ ისე სანახაობრივი, თუმცა ძალიან კარგი ბრძოლა გამართა. უნდა ითქვას, რომ აი ამ ყველაფერში ლალა მადათოვამაც, მის მეტოქემაც დაიდო წვლილი, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ აგრესიული იყო, რამოდენიმე არასპორტული ქცევაც დააფიქსირა რინგზე. ნუ გასაგებია, რინგია, ყველაფერი ხდება, ამაზე საპრეტენზიო არაფერია, თუმცა მე მინდა ავხსნა იმის შედეგები, თუ რატომ გამოვიდა ეს ბრძოლა შედარებით უფრო არასანახაობრივი, თუმცა ამის მიუხედავად არც ერთი წამით არ ყოფილა ემოციის ნაკლებობა, არ ყოფილა რაღაცა მოწყენის ნაკლებობა, პირიქით იყო ძალიან დატვირთული, დაძაბული, უდაძაბულესი ორთაბრძოლა, სადაც ქულებით საჭთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, რომ თეონამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა, შეძლო მართლაც უძლიერესი მოკრივის დამარცხება. მე შემიძლია მიულოცო ეს თეონას, მის გულშემატკივარს და ზოგადად ქართული კრივის კომაკს. თეონა ფიროსმანაშვილი ამ ბრძოლაში აჩვენა, რომ ძალიან ჭკვიანი მოკრივეა, აჩვენა, რომ შეუძლია უძლიერეს მეტოქეებთან დაპირისპირება. სხვათა შორის ეს იყო სწორედ თავად თეონას მოთხოვნაც, რომ უძლიერეს და ძალიან ძლიერ მეტოქეს დაპირისპირებოდა, რათა შეესწავლა საკუთარი თავი რა დონეზეა, რა სიმაღლეზეა, პროგრესისთვის გამოეყენებინა. გასაგებია, რომ ჩვენ თეონასთან მიჩვეულები ვართ ვადაზე ადრე დამარცხებებს მეტოქეების, ნოკაუტებს და ასე შემდეგ, თუმცა ამ შემთხვევაში ნოკაუტი ვერ ვიხილეთ,
მაგრამ ვიხილეთ ძალიან ჭკვიანური, კარგი ბრძოლა, რომელმაც მოუტანა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც წაადგება თეონას როგორც საკუთარი თავდაჯერებისთვის, ასევე იმისთვის, რომ თუ რაღაცა სპორტულად იქ თავის თავში აღმოაჩინა, კიდევ უფრო გააუმჯობესოს, გააძლიეროს და წინიაროს და პროგრესის გზაზე იყოს. მე მინდა ვთქვა, რომ თეონა ფიროსმანაშვილი აგრძელებს რამდენადაც მე ვიცი აქტიურ მზადებას და უახლოეს შოუებზეც ჩვენ ვიხილავთ მას. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ორთაბრძოლისას მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი ორთაბრძოლა იყო, რაიმე მნიშვნელოვანი დარტყმაც კი არ მიუღია თეონა ფიროსმანაშვილს. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის, იმიტომ რომ საკრივო შოუ თქვენს გარეშე არაფერია, აუცილებლად გვჭირდება მაყურებელი. მე ჩემწილად მინდა მადლობა მოუხადო საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, ასევე ბატონ გიორგი კანდელაკს, რომელიც ჩემი სპორტის პირველი დღიდან ჩემს გვერდით არის და მის თვალწინ გავიზარდე. რა თქმა უნდა, ჩემ ორივე დარბას 12 რაუნდს boxing times ორივე გვერდში მიდგას ძალიან მაგრად და მამზადებენ. მათ გარეშე ბრძოლა არ იქნებოდა მოკლედ. ჩემს სპარინგ პარტნიორებს, ვინც ჩემს გამო დარბაზში დადის, ანდრიებო, გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა, ჩემს გამო სკოლასაც დენენ და პარებში მიდგანან. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ნაკრების ტრენერს გაგა თოდუას და ჩემს პირველ მწვრთნელს, რომელმაც საერთოდ სპორტში მომიყვანა. დიდი მადლობა ყველას. ლევან, შენც ნახვამდის. ზოგიერთი კრიტიკოსი და სკეპტიკოსი, რომელსაც ზოგი მიზანმიმართულად და ზოგი უცოდნელობის გამო რაღაც გარკვეულ შენიშვნას გამოთქვას ხოლმე, მინდა უთხრა, რომ ასე არ არის მეგობრებო, ამ გოგოს სპორტული პროგრესი გრძელდება ძალიან წარმატებულად, ძალიან ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო მეტად დაუდგეთ გვერდით ამოკრივეს და ძალიან დიდ შედეგებამდე შეუძლია რომ მივიდეს, ასე რომ მომავალ შოუებზეც გვაქვს იმედი, რომ გულშემატკივარი ძალიან აქტიურად დაუჭერს ფარს. მე ვიცი, რომ თეონას ანახავად რეგიონებიდანაც კი იყო ხალხი ჩამოსული მარშრუტებით და ამ შემდეგ, მათ შორის აღსანიშნავია მისი მშობლიური დედოფლის წყაროდან, მისი პირველი მწვრთნელის თალმაზ ყარაგვეზაშვილის ორგანიზებით, ეს ორგანიზებულად ჩამოსული ბავშვები, ახალგაზრდები და აი ყველა ეს სასიხარულო ეს არის, რომ თეონა ძალიან დიდ გავლენას ახდენს მომავალ თაობაზეც, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, მათი კერპია ფაქტიურად და ძალიან სასიხარულოა, რომ ის ბრძოლებს ესწრებიან არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც კი დამწყები მოკრივეები, რომლებიც ხვალ ეცდებიან მეტი მოინდომონ, მეტად ჩაერთონ კრივში და თავადაც გახდნენ ქართული კრივის ვარსკვლავები. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბრძოლებს, როგორც უკვე გითხარით, ქართველი მოკრივეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლებში, ვიხილეთ არაერთი დებიუტანტი და ძალზე საინტერესო ახალი სახე, თავად შეიძლება ამის ხმა, აგრეთვე ვიხილეთ უკვე გამოცდილი მრავალისმნახველი მოკრივეებიც ამ შოუზე. მინდა ვთქვა, რომ ყველა ბრძოლამ გაამართლა იმედები, ყველა იყო დაძაბული და მე მოკლედ შევეცდები ვისაუბრო აი ამ ბრძოლების შესახებაც. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული დაპირისპირება შედგა 72 კილოგრამ წონის კატეგორიაში, ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ძველი მეტოქეები. სარეველაშო ბრძოლაში გიორგი მჭედლიშვილი და გოგა ციკოლია. მათი პირველი დაპირისპირება გიორგი მჭედლიშვილის გამარჯვებით იყო დასრულებული და აი ამ მთელი დროის განმავლობაში ამ ბრძოლის მერე იყო სურვილი ყველას მხრიდან, რომ შემდგარიყო სარეველაშო ბრძოლაც, იმიტომ რომ გოგა ციკოლია ის მოკრივეა, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის ადის რინგზე, შესაბამისად მისთვის ეს მარცხი, რა თქმა უნდა, იყო არასასიამოვნო და ასე ადვილად არ შეეგუებოდა. ამ მოკრივეებზე რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ არის საკმაოდ გამოცდილი გოგა ციკოლიაც, ყველა მიცის, რომ ძალიან კარგი სპორტსმენია, ძალიან ძლიერი სპორტსმენია, შრომის მოყვარე სპორტსმენია. რაც შეეხება გიორგი მჭედლიშვილს, ისიც ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული მოკრივეა, არის ნამდვილი ნოკაუტორი, არის 2022 წლის საუკეთესო ნოკაუტის ავტორი, რომელიც შეასრულა მან შვეიცარიაში ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ. აქვს ძალიან წარმატებული ბრძოლები საზღვარგარეთ, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში და ასე შემდეგ. აქვს მოგებები წამოღებული. შესაბამისად, მართლაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და ძლიერ მოკრივედ. გარდა ამისა, ქარელელი გიორგი მჭედლიშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის ისეთი მოკრივეა, რომელიც მხოლოდ საუკეთესოებს ირჩევს მეტოქეებთან, მხოლოდ საუკეთესოებთან იბრძვის და პირდაპირ აქვს ხოლმე ყოველთვის მოთხოვნა, რომ ვინც ყველაზე ძლიერია, მასთან მაბრძოლებს.
შესაბამისად ეს ბრძოლა იწვევდა დიდ ინტერესს, რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას. უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად ჰქონდა ნამუშევარი ციკოლიას და მის გუნდს, ძალიან კარგად ყავდა შესწავლილი მეტოქე, კარგად ჰქონდათ გაანალიზებული მისი წარსული შეცდომები, მეტოქის პლუსები, მინუსები, წინა ბრძოლა და შესაბამისად გოგა ციკოლია ფაქტიურად გაწერილი გეგმით ავიდა თითქოს რინგზე. ძალიან სწორად მიყვა ამ თავის გეგმას, კარგად შეასრულა. არც მოტივაცია დაეწუნებოდა რა თქმა უნდა და ამ ბრძოლაში შეძლო სრულფასოვანი რევანშის აღება. რადგან შეძლოდა ვადაზე ადრე დაამარცხა გიორგი მჭედლიშვილი. მინდა მიულოცა გოგა ციკოლიას რევანშის აღება, რაც შეეხება გიორგი მჭედლიშვილს, ის კვლავ რჩება ერთ-ერთ გამორჩეულ და ფავორიტ მოკრიბედ ქართულ პროფესიონალურ მკრივში. მას ძალიან ბევრი შეუძლია. გიორგი ვიცი რომ არც ყურებს ჩამოყრის, არც გაჩერდება. მისთვის კრივი ყველაფერია და დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს პერიოდში გიორგი მჭედლიშვილისგან მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო და ძალიან კარგ ნიუსებს უნდა ველოდოთ. კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა შედგა უკვე 67 კილოგრამ-წონით კატეგორიაში. ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგნენ ვეტერანი მოკრევეები. მრავლის მნახველი მებრძოლები აზორ გამგებელი და მიხეილ გაბინაშვილი. ორივე ეს მოკრევე გახლავთ გორიდან, შესაბამისად კიდევ დამატებითი ერთგვარი ინტრიგა იყო მათ შორის, ვინ შეძლებდა გამარჯვებას, გამომდინარე იქიდან, რომ თანაქალაქელები არიან და ვინ არის გორში საუკეთესო მარწონაში, სწორედ ამ ბრძოლაში და გარკვეულიყო. ძალიან სასიამოვნოა, რომ აი ასეთი გამოცდილი მოკრევეები, ასეთი მრავალმსხვილ მოკრევეები, რომელთაც არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთ, რომელთაც გადახდენილი აქვს თავზე არაერთი ომი, მათ შორის უცხოურ რინგებზე, აი ესე ქართულ შოუებზე იღებენ მონაწილეობას, საკუთარ სამშობლოში გამოდიან, ასპარეზობენ და ერთმანეთის წინააღმდეგაც არ უშინდებიან რინგზე დადგომას. მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აი ეს ბრძოლა შედგა და ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ამ ბრძოლამ თავისი იმედები გაამართლა. ეს იყო 6 რაუნდიანი დაპირისპირება, მსოფლიოსარეიტინგო ბრძოლა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დაძაბულად წარიმართა. აი ამ ბრძოლაში სხვა ბრძოლებისგან განსხვავებით, სადაც მაგალითად დებიუტანტები ასპარეზობდნენ, უკვე სხვანაირი გამოცდილი თვალია საჭირო, რომ დაინახოს აი ის განსხვავებული მოქმედებები, როგორც უკვე გამოცდილი მოკრევები ასპარეზობენ ხოლმე და ასეთი მოქმედებები იყო მრავლად. ძალიან კარგი სანახაობრივი ბრძოლა გამოვიდა, როგორც თქვი, ძალიან დაძაბული, ძალიან ახლო ბრძოლა იყო, სადაც საჭთა გადაწყვეტილებით მიხეილ გაბინაშვილმა შეძლო გამარჯვება. მინდა მიულოცო მიხეილს ეს გამარჯვება. კიდევ ერთი ფაქტი, რაც არ შეიძლება არ აღვნიშნო, ის არის, რომ მიხეილ გაბინაშვილი ამავდროულად არის ძალიან წარმატებული კრივის მწვრთნელიც და მის კუთხეში მისივე შეგირდი ვიხილეთ ზაზა მდინარიძე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული მოკრევია თავის ასაკში და რომელიც სეკუნდანტობდა თემურ აბულაძესთან ერთად მიხეილ გაბინაშვილის კუთხეში, მაშინ როდესაც თავად მიხეილ გაბინაშვილს არაერთ ტურნირზე ყავს გაყვანილი ზაზა მდინარიძე და თავად არის მისი მწვრთნელი და სეკუნდანტი. ესეც ერთგვარი ძალიან სასიხარულო, სასიამოვნო და საინტერესო ფაქტი აი ამ ბრძოლიდან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბრძოლებს, 72 კილოგრამ-წონით კატეგორიაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისელი დაჩი ურმაშვილი და გორელი დათაგელაშვილი. დათაგელაშვილისთვის იყო მეორე ბრძოლა, ის გახლავთ გორელი მწვრთნელის ვლადიმერ ჯანეზაშვილის მოსწავლე. პირველ ბრძოლაში დათაგელაშვილმა ძალიან კარგი დაპირისპირება ჰქონდა და გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება აი ამ ბრძოლას, დაჩი ურმაშვილი უკვე საკმაოდ გამოცდილი მეტოქეა, ძალიან კარგი მოკრევეა და საინტერესო წარიმართა ეს დაპირისპირებაც იყო ერთგვარად იმის საჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლონ განსხვავებული გაბარიტების მეტოქეებმა. დაჩი ურმაშვილი არის გაცილებით მაღალი, ხოლო დათაგელაშვილი შედარებით დაბალი და საინტერესო იყო დაძლევდა თუ არა გელაშვილი აი ამ სიმაღლეში უპირატესობას თავისი მეტოქის, ასევე რამდენად შეძლებდა სიმაღლის გამოყენებას უშუალოდ დაჩი ურმაშვილი. უნდა ითქვას, რომ ბრძოლა საკმაოდ საინტერესო წარიმართა და მისი შედეგი გამომდინარე თავისი გამოცდილებიდან და თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე ყველაფერი კარგად წარმართა დაჩი ურმაშვილმა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. რაც შეეხება დათაგელაშვილს, მართლა ძალიან პერსპექტიული მოკრევია, კარგი ხასიათის მოკრევია, შეიძლება ამ ბრძოლაში და გამოცდილება დააჭდა, თუმცა ვიცი, რომ კიდევ მაგრად მოემზადება და გაცილებით მაღალ შედეგებს აჩვენებს.
64 კილოგრამ-წონით კატეგორიაში შედგა მართლაც საინტერესო დაპირისპირება. ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგნენ ბესო კარჭაული, რუსთაველი მოკრივე და თბილისელი ირაკლი მუხიბულაშვილი, რომელიც წარმოადგენს კრივის კლუბ მგლებს. ბესო კარჭაულის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ საკრივო სივრცეში მას კარგად იცნობენ, თუმცა პროფესიონალური კრივის რინგზე ეს იყო მისი პირველი ბრძოლა, სადებიუტო ბრძოლა. რაც შეეხება ირაკლი მუხიბულაშვილს, ეს არის ახალგაზრდა მოკრივე, რომელმაც უკვე მოასწრო რამოდენიმე ბრძოლის გამართვა პროფესიონალური კრივის რინგზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მინდა ვთქვა, რომ მე მომიწია და მქონდა პატივი ყოფილიყავი ირაკლი მუხიბულაშვილის სეკუნდანტი საფრანგეთში გამართულ ბრძოლაში და ამ ბრძოლის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა. გამომდინარე იქიდან, რომ საოცარი ბრძოლა გამართა ირაკლი მუხიბულაშვილმა, პირველივე რაუნდში ორჯერ შეძლო და დაანოკდაუნა თავისი მეტოქე მაშინ ირაკლი მუხიბულაშვილმა მართლაც საოცარი ამ ახალგაზრდა პატარა ბიჭისგან საოცარი ხასიათი, საოცარი ბრძოლის უნარიანობა ვიხილეთ იმ ბრძოლაში. ამის გარდა ჩვენ ვიხილეთ მისი ასპარეზობები უკვე საქართველოშიც, მართლაც ძალიან თავდადებული, მომდომებული, ძალიან მებრძოლი ბიჭია, ძალიან კარგად პროგრესირებს თავარ მწვრთნელ მიხეილ ბაკაშვილთან ერთად კრივის კლუბ მგლებში და მართლაც გამორჩეული ორთაბრძოლას ველოდით, ასეც იყო ბესო კარჭაულის, როგორც ვთქვით, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს უშუალოდ საკრივო და კრივის სკოლა კარგად აქვს გავი, იცის კრივი, იცნობს ძალიან ბევრი მას და მის წინააღმდეგ ეს ახალგაზრდა ირაკლი მუხიბულაშვილი, რომელიც მართლაც მუხის გულივით გული აქვს, ძალიან მაგარი და მართლაც პირველივე წუთებიდან ძალიან ინტენსიურად უწევს ხოლმე მეტოქებს, ასეც მოხდა, მართლაც ინტენსიური ბრძოლა წავიდა, თუმცა ვადაზე ადრე შეძლო გამარჯვება ახალგაზრდა ირაკლი მუხიბულაშვილმა, რომელსაც მთელი გულით მინდა მივილოცო აი ეს წარმატება. რაც შეეხება ბესო კარჭაულს, მინდა გავამხნევო ეს მოკრივე, მე არ მქონდა ინფორმაცია და ბრძოლის მერე აღმოჩნდა, რომ თავის დროზე ბესოს აქვს საკმაოდ რთული ტრავმები გადატანილი, მართლაც ურთულესი და მინდა შევაქო ვაჟკაცობა, მინდა შევაქო ხასიათი, მინდა შევაქო სპორტული შემართება, რომ აი იმ რთული ტრავმების შემდეგ მან შეძლო იმდენი, რომ პროფესიონალურ კრივის რინგზე იასპარეზა და საკმაოდ ღირსეულადაც. მინდა უსურვო სამომავლო წარმატებები ბესოს, ველით კიდევ უფრო მის გაძლიერებას და ველით სამომავლო შოუებზეც. წარმატებები. Rising up back on the street. 90 კილოგრამ-წონით კატეგორიაში ვიხილეთ საოცარი დაპირისპირება გამოცდილ გოგა გოგაშვილსა და დებიუტანტ თიანეთელ მოკრივეს მათია მათიაშვილის შორის. მათე მათიაშვილის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი მანამდე ქართულ პროფესიონალურ კრივში. მართლაც პირადად მე დიდი ინტერესი ველოდი ამ მოკრივის ასპარეზობას, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მოკრივეები ჩვენ არ გვყავს თიანეთიდან, თუნდაც აი პატარა ქალაქებიდან არ არის ხოლმე ხშირი და სასიხარულოა, რომ აი ყველა მთელი საქართველოდან ერთება სხვადასხვა კრივის კლუბები და შემოდიან ქართული პროფესიონალური კრივის ოჯახში. მართლაც მათე მათიაშვილი არა მხოლოდ შემოვიდა, არამედ ფაქტიურად ქარიშხალივით შემოიჭრა ქართულ პროფესიონალურ კრივში. და უშუალოდ ბრძოლის მიმდინარეობა ისეთი იყო, რომ ყველა დებიუტანტი მოკრივე ინატრებდა, მით უმეტეს მინდა ვთქვა, რომ მისი მეტოქე გოგა გოგაშვილი მართლაც უწესიერესი პიროვნება, ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული მოკრივეა, ძალიან ძლიერი, მრავალსმახველი მოკრივეა. ერთადერთი უნდა ითქვას, რომ გოგა გოგაშვილი როგორც წესი იყო სუპერ საშუალო წონის მოკრივე, თუმცა ბოლო პერიოდში უკვე წონა შეიცვალა და როგორც ჩანს, ადაპტაცია ჯერჯერობით ვერ არის ისე კარგად წასული ახალ წონაში, კრუიზერვეიტში, რაც არ არის ხოლმე მარტივი და ეს გამოჩნდა აი ამ ბრძოლაშიც, თუმცა აქვე არ მინდა დავაყენო მათე მათიაშვილის მართლაც საოცარი შესრულება პირველივე წამებიდან ისე ქარიშხალივით მიეჭრა მეტოქეს და ისეთი დარტყმები მიაყენა, რომ ვადაზე ადრე ეფექტური ნოკაუტით შეძლო გამარჯვება. მინდა მივულოცო მათეს, მის მწვრთნელს, მის გულშემატკივრებს, თიანეთელებს, მართლაც ძალიან კარგი სპორტსმენი ჩანს, ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი ჩანს
მინდა ვიხილო მათიაშვილი მომავალ შოუებზეც და ამ ბიჭს ჭირდება ხარდაჭერა, გულშემატკივრობა, ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვინდა რომ ნახოთ მათიაშვილის მომავალ ორთაბრძოლებზე, უკვე უშუალოდ დარბაზში, როგორც ვიცი, მათეს ყავს ძმაც, ასევე ძალიან კარგი მოკრივე და ველოდებით მის დებიუტსაც აუგო. სუპერ საშუალო წონაში შედგა ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ჯახი დებიუტანტ მოკრივეებს შორის, ერთმანეთის წინაშე წარდგნენ კრივის კლუბ გლების წარმომადგენელი გოგი გამისონია და ზუგდიდელი ველოდი მიქელაი. მართლაც გამორჩეული გამოდგა ეს ორთაბრძოლა, გამომდინარე თავისი ხასიათით, თავისი დაუნდობლობით, თავისი დაძაბულობით, თავისი ინტენსიურობით, მართლაც გამორჩეული ორთაბრძოლა, მართლაც ძალიან სერიოზული საკრივო შოუ ვნახეთ. არც ერთ მეტოქეს თავი არ დაუზოგავს, აჩვენეს რომ ორივე ძალიან მაგარი ბიჭია, ვაჟკაცი ბიჭია, კარგი კრივი აქვთ, კარგი შემართება და ხასიათი აქვთ, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ბრძოლაში გამარჯვება სწორედ გამისონიას დარჩა. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვთვლი, რომ გადაღლილობა ითამაშა რაუნდების ბოლოს თითქოს უკვე დაიღალა ველოდი მიქელაია, რაც მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ამის გამოსწორება მარტივად არის შესაძლებელი და ძალიან ბევრს ველით აი ამ მოკრივისაგან საომავლოდ სხვა შოუებზეც მხოლოდ მეტი შრომა და ველოდი მიქელაია იტყვის თავის სიტყვას ქართულ პროფესიონალურ კრივში. რაც შეეხება გოგი გამისონიას, მე მიხარია რომ ისიც შემოემატა ქართული პროფესიონალური კრივის ოჯახს, მე მიხარია რომ კრივის კლუბ გლებში გამოჩნდა კიდევ ერთი ძალზე საინტერესო მოკრივე. მე ვიცი მისი მწვრთნელისგან, ბატონო მიხეილ ბაკაშვილისგან, თუ რა მონდომებით ვარჯიშობს, თუ რა სერიოზულად იდგება საქმეს გოგი გამისონია და ქართული კრივის კომაგი მისგან მხოლოდ საუკეთესო შედეგებს უნდა ელოდოს. კიდევ ერთი საინტერესო ორთაბრძოლა ჩვენ ვნახეთ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ერთმანეთის წინაშე წარდგნენ ლევან ჭედლიძე და ვეტერანი ღვთისო თითიბერია. მე მიხარია ღვთისო თითიბერიას დაბრუნება პროფესიონალური კრივის რინგზე. საკმაოდ დიდი ხანია ის პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს, საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა და საინტერესო იყო როგორ შეძლებდა ამ ბრძოლაში ასპარეზობას. რაც შეეხება ლევან ჭედლიძეს, მას ორი ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე, არის ძალიან მონდომებული, შრომის მოყვარე, გამარჯვებაზე ორიენტირებული მოკრივე, შედეგზე ორიენტირებული მოკრივე და მათ შორის მართლაც საინტერესო ბრძოლა გაიმართა. ჩემი აზრით ეს იყო ძალიან ახლო ბრძოლა, ძალიან დაძაბული ბრძოლა. გამომდინარე იქიდან რომ უფრო აქტიური იყო ჭედლიძე, თუმცა უფრო ზუსტი ჩემი აზრით იყო, ჩემი სუბიექტური აზრით იყო ღვთისო თითიბერია, მართლაც საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ, საერთო გადაწყვეტილებით საჯემა ჭედლიძის აქტიურობა უფრო მეტად დააფასეს და სწორედ ლევან ჭედლიძე გახდა გამარჯვებული. მინდა მიულოცო ლევანს და მისგან მხოლოდ საუკეთესო შედეგებს ველით, მინდა მიულოცო ღვთისო თითიბერიასაც კარგი ასპარეზობა, საოცარი დაბრუნება, ძალიან კარგად იასპარეზა ღვთისო თითიბერიამ და ველით საომავლო შოუებზეც ღვთისოს. დებიუტანტი მოკრივეები ვიხილეთ სუპერ საშუალო წონაში 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ერთმანეთის წინაშე წარდგნენ რუსთაველი გიორგი ტყეშელაშვილი და გორელი ლუკა ყეინაშვილი. საინტერესოა ხომ ყოველთვის დებიუტანტი მოკრივეების დაპირისპირება, როგორ გაართმევენ ისინი სადებიუტო სირთულეებს თავს, როგორ წარდგებიან რინგზე, ზოგს უფრო მეტად უადვილდება, ზოგს უფრო ცოტა ურთულდება და ადაპტაცია ჭირდება. ამ შემთხვევაში როგორც გამოჩნდა გორელმა ლუკა ყეინაშვილმა, რომელიც მწვრთნელიც ვლადიმერ ჯანეზაშვილი გახლავთ, ძალიან კარგად აუღვალყო პროფესიონალური კრივის რინგს, ძალიან ინტენსიური და კარგი შეტევები განახორციელა და ვადაზე ადრე შეძლო მეტოქის დამარცხება. მინდა უსურვო წარმატებები სამომავლოდ გიორგი ტყეშელაშვილს, რაც შეეხება ლუკა ყეინაშვილს, მართლაც საინტერესო პერსონა გამოჩნდა მის სახით ქართულ პროფესიონალურ კრივში და ველით მისგან მომავალ გამარჯვებებს. და საკრივო შოუ გაიხსნა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მართლაც ძალიან დაძაბული ბრძოლით, ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგნენ ლუკა ბარნოვი და თამაზ ურუშაძე. თამაზ ურუშაძე დებიუტანტი მოკრივეა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად როგორი ასპარეზობდა ის თავისა დებიუტო ბრძოლაში, რაც შეეხება ლუკა ბარნოვს. შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უფრო გამოცდილია და რამოდენიმე ბრძოლა აქვს გამართული საზღვარგარეთაც და ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში აქვს ძალიან წარმატებული მოგებების სერია ლუკა ბარნოვს და საინტერესო იყო შეძლებდა თუ არა თამაზ ურუშაძე ამ შემთხვევაში მის შეჩერებას. ამისათვის ურუშაძეს არაფერი არ დაუკლია, მართლაც ძალიან კარგად იასპარეზა, თუმცა ბარნოვის გამოცდილებამ თავისი გაიტანა
და ლუკა ბარნოვმა შეძლო ამ ბრძოლაში გამარჯვება. მინდა უსურვო წარმატებები ლუკა ბარნოვს, მისი წარმატებული სერია გრძელდება და იმედი მაქვს, რომ კიდევ კარგ ხანს გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს მოკრევე თავისი წარსული, თავისი მომდომები, თავისი შრომით იმსახურებს ნამდვილად აი ამ ყველაფერს. მოკლედ, აი ეს იყო მეგობრებო, ჩვენი საკრივო შოუს მიმოხილვა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილია ყველა გულშემატკივარი, მეც კმაყოფილი ვარ, კმაყოფილია საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და ბოქსინგ პრომოუშენის ხელმძღვანელობა, რომლებიც ძალიან დიდ რესურსებს დებენ, რომ აი ეს შოუები იყოს ასეთი მაღალი დონის, იყოს ასეთი ინტენსივობის. მინდა მადლობა უთხრა გულშემატკივარს, რომელიც მრავლად დაესწრო აი ამ ღონისძიებას და დარწმუნებული ვარ, რომ უკმაყოფილო არ დარჩენილა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ქართული პროფესიონალური კრივის შოუები გრძელდება ფაქტიურად ყოველთვიურად. უახლოესი შოუ დაგეგმილია უკვე 31 მარტს, ისევ თბილისში, ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, უნივერსიტეტის 15A ნომერში და ველი კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს, სადაც კიდევ უფრო კარგ შოუს ვიხილავთ, კიდევ უფრო მეტი საინტერესო მოკრივეები გამოჩნდება. აუცილებლად იბრძოლებენ ლიდერები ქართული პროფესიონალური კრივის, აი ეს პირები, ვიზეც ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ჩვენ ვიხილავთ საერთაშორისო ბრძოლებს უცხოელ მეტოქეებთან, ჩვენ ვიხილავთ ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავებს და მომავალ ვარსკვლავებს ქართული პროფესიონალური კრივის, WBF მსოფლიო ჩემპიონის ქალის მფლობელ გივი თოდუას, ვიხილავთ ჩემს მიერ უკვე ნახსენებ თეონა ფიროსმანაშვილს, ვიხილავთ ჩემს მიერ უკვე ნახსენებ საოცარ გიორგი გიგნიაშვილს და ამავდროულად ვიხილავთ საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშებას, სადაც ერთმანეთს გამოცდილი მოკრივეები ვალერი გოჯიაშვილი და ნოდარ რობაქიძე დაუპირისპირდებიან, ასე რომ ადევნეთ თვალი ჩვენ სოციალურ ქსელებს, გამოიწერეთ Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, ბოქსინგ პრომოუშენის გვერდი, ასევე YouTube-ის არხი ბოქსინგ ჯორჯია, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი ორთაბრძოლებს, ნახოთ ჩემს მიერ ნახსენები თითოეული ბრძოლის შედეგი, მიმდინარეობა, სრული ვიდეო, ამის გარდა ძალიან ბევრი საინტერესო მასალა ქართული მსოფლიო კრივის შესახებ, ასე რომ ამით გემშვიდობებით და გელით ქართული კრივის საქმე. Hanging tough, staying hungry. They stack the odds, still we take to the street for the kill with the skill to survive.